ახლა ამ წუთებშიც ვიმყოფებით ინგოროყვას 3 ნომერში, სადაც აქ არიან შეკრებილები ადგილობრივი მაცხოვრებლები, რომლებიც აპროტესტებენ იმ მშენებლობას, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო ამ ტერიტორიაზე ინგოროყვას 3 ნომერში, თბილისის ცენტრალურ უბანში არის ის კორპუსები, საცხოვრებელი სახლები, რომლებიც არის ისტორიული ნაგებობები და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს ამ სახლებს და ასევე არის ძალიან ავარიულ და რთულ მდგომარეობაში. მინდა ახლა პირდაპირ ეთერში გაჩვენოთ ის საცხოვრებელი სახლები, რომელსაც აქვს ბზარები, აქვს ნაპრალები და არის ძალიან კრიტიკულ ვითარებაში და აქ მაცხოვრებელ ადამიანებს სწორედ აი ესეთ მდგომარეობაში არსებული სახლების გვერდით უშენებენ ახალ კორპუსს, რომლის შესახებაც ნებართვა არის თბილისის მერიის მიერ გაცემული და როგორც აქ მაცხოვრებლები ადგილობრივები ყვებიან, ასეთ რთულ ვითარებაში არსებული საცხოვრებელი სახლების ფონზე ახალმა მშენებლობამ კიდევ უფრო მეტად გაართულა ადგილზე ვითარება და მას შემდეგ რაც აქ მძიმე ტექნიკა გამოჩნდა და მძიმე ტექნიკა დაიწყო მუშაობა ამ ადამიანებისთვის ეს პირდაპირ ასოცირდება ხუთბალიან მიწისძვრასთან, რადგან საცხოვრებელმა სახლებმა დაიწყო ბიძგები, ისევე როგორც მიწისძვრის დროს და ამ ადამიანებს შიშში უწევდათ ღამეების გათენება, იმიტომ რომ შესაძლებელი იყო ამ ახალი მშენებლობის გამო ნებისმიერ დროს ეს კორპუსები და საცხოვრებელი სახლები ჩამოშლილი იყო. გარდა ამისა, როგორც აქ მაცხოვრებლები ყვებიან, ამ სახლებს აქვს მესამე ხარისხის ავარიულობა და ამის სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც არსებობს ამაზე, თუმცა მიუხედავად ამისა, იმის ნაცვლად, რომ ახლა თბილისის მერია ამ ადამიანებს ეუბნებოდეს, რომ რეაბილიტაციას დაიწყებენ ამ სახლების, ან თუნდაც გამოასახლებენ და შემდგომ უკვე ახალი კორპუსები აშენდება, ამის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ტერიტორიაზე ახალი მშენებლობა დაიწყო, რომელიც კიდევ უფრო მეტად ართულებს ადგილზე ვითარებას. ამიტომ ეს ადამიანები, რომლებიც ახლა ამ წუთებშიც არიან ინგოროყვას ქუჩაზე შეკრებილები, მოითხოვენ, რომ შესაბამისად დეტალურად იქნას გამოკვლეული ადგილზე ვითარება და ამის შემდგომ უკვე შეჩერდეს მშენებლობა, რომელიც ახლა მიმდინარეობს. ორივე ამ შენობაზე გვაქვს როგორც სამხარაულის, ასევე თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის დასკვნები, რომელიც ცალსახად აფიქსირებს, რომ შენობა ნაგებობა არის მესამე კატეგორიის დაზიანების, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი აღდგენა ან გამაგრება შეუძლებელია, უნდა ჩანაცვლდეს. შენობა ნაგებობა ისედაც ინგრევა და ისედაც ძალიან სავალალო მდგომარეობაშია, ვიზუალურადაც ძალიან ცალსახად ჩანს. შესაბამისად, ამ მოცემულობით აქ ფაქტიურად რაღაც 4-5 მეტრში ახალი სამშენებლო განვითარება, ცხადია რომ ჩვენზე ძალიან უარყოფითად აისახება. საჭიროებების მიხედვით ხდება გზადაგზა ამ ახალი რაღაც დასკვნების მომზადება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ეს არის უსაფრთხო, ეს სამშენებლო განვითარება. ეს სამუშაოები შეჩერდეს, ვიდრე არ იქნება დეტალური ზეგავლენის ანგარიში იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენას იქონიებს ეს სამშენებლო ნაგებობებთან დაკავშირებით. მშენებლობის დაწყებიდან ზუსტად გათხრები როგორც კი დაიწყო, აი რა წარმოიდგინოთ, 4-ბალიანი მიწისძვრა იყო სახლში, გამოვიძახეთ ზედამხედველობის სამსახური, ეგრევე რეაგირება მოახდინეს და მოვიდნენ და ანუ რეალურად არც არაფერი გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე შეწყდება და მეორე დღეს ისევ გაგრძელდა, მესამე დღეს ისევ გაგრძელდა, არავინ არ მოსულა რა. და ესე დღემდე წლიდან წლამდე გვიწევს ცხოვრება აი ამ სტრესის ქვეშ. ვინ აკეთებს ამის დასკვნას, რა საბუთებია გაცემული, არის თუ არა უსაფრთხო, რატო ხდება რყევა და რატო ხდება ბზარის გაზრდა. ამას ვითხოვთ მხოლოდ ჩვენ. რაც ეს ტექნიკა მოვიდა, მუდმივი რყევები აქვს, სახლში ვეღარ ტოვებთ ბავშვებს, ამ შიშის გამო რომ ნებისმიერ დროს შეიძლება ჩაიშალოს და ეს საფრთხე ყოველდღიურად იზრდება და ჩვენი მთავარი მოთხოვნაა რომ შეჩერდეს და ვიყოთ უსაფრთხო. ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა სამართლებრივი დავაც წამოიწყეს სამშენებლო კომპანიის წინააღმდეგ, რადგან მოითხოვენ მისგან, რომ დეტალურად იქნას შესწავლილი ამ ტერიტორიაზე ვითარება, თუ რა ზეგავლენას მოახდენს ის აქ არსებულ საცხოვრებელ კორპუსებზე და ასევე იმ ადამიანებზე, ვინც ამ კორპუსებში ცხოვრობენ, ასევე ამ ადამიანებმა მიმართეს თბილისის მერიასაც, რომ რეაგირება მოახდინოს, თუმცა ამის ნაცვლად ვხედავთ, რომ ხელახალი ნებართვაა გაცემული საერთოდ ახალი მშენებლობის.